ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობისა. შოუ-ბიზნესის საინტერესო სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორისა და ლაილაის 10 საათიანი ვრცელი გამოშვება და დღეს ჩვენს პროგრამაში შემოგთავაზებთ. სტუდია მაესტროსა და მისი პარტნიორების ერთობლივი პროექტის თანავარსკვლავედის პირველი ტური დასასრულს მიუახლოვდა. კლუბ 16 რაუნდში სეზონი დაიხურა. დასრულდა თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალი ოქროს პრომეთე. გალერეა უნივერსში დათო ტაბატაძის გამოფენა მოეწყო. ჯგუფ მუმიტროლის ლიდერი ილია ლაგუტენკო ვებქობისა და ლეოპარდების დაცვის ფონდ ამურის წევრი გახდა. ბონჯოვი თავისი საუკეთესო სიმღერების კრებულს სახელწოდებით This Love Feels Right 4 ნოემბერს გამოუშვებს. დაიანა როსთან დაკავშირებული სასამართლო კვლავ გადაიდო. როგორც იცით, სტუდია მაესტროსა და მისი პარტნიორების ერთობლივი პროექტის თანავარსკვლავედის პირველი ტური დასასრულს მიუახლოვდა. შესარჩევ ტურში 20 კონკურსანტი დარჩა და ისინი საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა კი ეს მოვლენა დააფიქსირა. ამასამდე მასალა იყო შემოსული და იმიტომაც დაიწყელა ეს, რომ ამდენ საერთაშორისო და პრინციპში დრო დაჭირდათ დღეს უკვე ორგანიზატორები თანავარსკვლავედის შევხვდით იმ მოცეულს, რომელიც შეირჩა წინასწარი მოსმენის შედეგად და აუხსენით, გავაცანით ყველა ის პირობა, რაც დევს რაც მოსალოდნელია უკვე განვითარებისთვის. ამ კვირის ბოლოს ჩატარდება მეორე ტური, სადაც ეს 20 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მოხდება გარცხრილვა ათბალიანი სისტემით. ჟიური გაცხრილავს 12 მონაწილეს და დარჩება 8 და უკვე შემდეგ ამ 8 მონაწილეზე დაიწყება მუშაობა. ეს 8 მონაწილე, როდესაც შეირჩევა, ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობს ერთად, ეს იქნება სასტუმროს ტიპის დაწესებულება, სადაც ცხოვრობენ ერთად, ერთი თვის მანძილზე დადიან მეტყველების, ვოკალის, ქორეოგრაფიის პედაგოგებთან, სალონები, ყვება, ტრენაჟორი, აუზი, რაც ყველაფერი, რაც შედის ამ ვარსკვლავისთვის, რაც არის ვარსკვლავის მოსამზადებლად, რაც არის აუცილებელი, ამ ერთი თვის მანძილზე ამ მთელ ამ პროცესს ჩვენ ვიღებთ და ვაშუქებთ მაესტროს ეთერში, ასევე რადიოს და ინტერნეტის საშუალებით, პრესა ასევე დაინტერესებულია ძალიან და ბოლოს უკვე ერთი თვის შემდეგ შედგება გალა კონცერტი, სადაც ყველა ეს 8 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. ეხლა ვაკეთებთ ესე კენჭისყრა სავითმოვი ფიქრები. კლუბ 16 რაუნდში სეზონი დაიხურა. კაბუმ და მისმა მეგობრებმა ქართულმა რეპერებმა იზრუნეს, რომ სეზონის დახურვა ორიგინალური და მხიარული ყოფილიყო. პირველში რაც შეეხება დახურვას, ეს ძალიან ლოგიკურია და დაკავშირებულია ამინთთან. ანუ ღია კლუბი არის სეზონური და შესაბამისად ჩვენი სეზონი დამთავრდა, ანუ ხალხის თუ იმდენად სასიამოვნო აღარ არის აქ ჯდომა, როგორც საფხული პაპანაკება საფხულში. და რაც შეეხება დახურვას, ეს ჩვენ ვფიქრობთ ძალიან მხიარულად ვიხურებით. კაბუთი და მისი მეგობრებით. დღეს ხურავს ზაფხული სეზონს 16 რაუნდთან ერთად ეს ხალხის ხურავენ დღევანდელი დღით სეზონს და გვიხარია ძალიან რომ რატომ მარტო და მაინც ჩვენ რეპერებს მოგვანიჭეს ამის უპირატესობა და უფლება რომ ჩვენ დაგვეხურა ხო ალბათ კარგები ვარ და საყვარლები ვარ და ყველასთვის ასე თქვათ სამხიარულოები ვართ დიდი მადლობა 16 რაუნდს, დიდი მადლობა ყველას, ყველა იმ რეპერს, ვინც ჩამოვიდა ქუთაისიდან, ვინც მოვიდა
თემქიდან, სანზონიდან, ვარანცოვიდან, ვერიდან, ყველას დიდი მადლობა ასევე და ჩვენ მომავალ წელსაც ალბათ დავხურავთ და გახსნასაც ალბათ ჩვენ გავხსნით. Peace. მე მეორე რაც შეხება ის მინდა ვთქვა რომ გიყვარდეთ ჰიპ-ჰოპი, მეტი არაფერი. ერთ სიტყვი რო ჰიპ-ჰოპი ვისაც უყვარდა, ვინც აფასებს და ვინც სწორად შეაფასებს, ყველა მაგარი კაცი იქნება. ვინც ვერ შეაფასებს და ვინც ვერ შეხედავს და ვინც ვერ უყურებს, იქნება ჩვეულებრივი კაცი. ბატონო აზრზე არა ვარ ბავშვობიდან აქვსი ვარ სცენაზე მიკროფონით ხელში და ბალალაიკა მიკავია აუნაირი peace როდესაც ადამიანს უგროვდება გულში ბოღმა, ჩვეულებრივ ადამიანს, ანუ არ არაფერს. ის უძულებულია ქუჩაში გავიდეს და სადღაც ეს დახარჯოს. მე მაქვს ესეთი პატარა ლექსი. ჩემი ლექსი არის ჩემი იარაღი თქვენთვის. ანუ მე არ ვისვრი ჯიბიდან, მე ვისვრი ლექსებით. დასრულდა თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალი ოქროს პრომეთე, რომლის გამარჯვებულიც და ოქროს პრომეთეს მფლობელიც რეჟისორი დიტო ცინცაძე და მისი ფილმი გასტროლის შიში გახდა. რაც შეეხება ვერცხლის პრომეთეს, ის პოლონელი რეჟისორის პიოტრ ჩასკალსკის ფილმმა ედიმ დაიმსახურა. მოდით ვნახოთ სიუჟეტი. ეს ფესტივალი მთავრდება, როგორც იცით, პრიზებს გადავცემთ ყველაზე ღირსეულ რეჟისორებს და ფილმებს. რა ვიცი, მომავალში იმედია ფესტივალი გაგრძელდება, დამკვიდრდება თბილისში და კიდევ უფრო გამდიდრდება ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრება. ბოლო ფილმი ვნახე დიტო ცინცაძის, აი სულ რამოდენიმე წუთის წინ და ვარ აღფრთოვანებული და საკმაოდ მოულოდნელი იყო დიტოსგან აი ესეთი ხასიათის სუფთა გერმანული ფილმის გადაღება და მე აღფრთოვანებული ვარ და ულოცავ მას. პირველ რიგში ეს შემილია ფესტივალის ყველაზე ღირსშესანიშნაობა და ეს ჩავთვალო. არაჩვეულებრივია რომ ესეთი ფესტივალი ტარდება თბილისში. მარტო შეიძლება ხელები აწიო ზევით და მადლობა უთხრა ღმერთს რომ ისეთი ხალხი გვყავს ჩვენ, როგორც არის გაგა ჩხეიძე და მისი მეგობრები, რომლებიც აკეთებენ ესეთ ფესტივალს. ძალიან დიდი მადლობა მათ. ძალიან კარგი რომ თბილისში მაინც დიდი წვალებით და დიდი ომით და დიდი ну არ ვიცი, რამდენი ძალისხმევით მაინც მოხერხდა კიდევ ამ ფესტივალის ჩატარებას და უკვე მეოთხეა ეს ფესტივალი და ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ არსებობს უკვე თბილისის ტრადიციული საერთაშორისო კინოფესტივალი. ეს არის ძალიან დიდი რამე.
უნდა გითხრათ, რომ ის საკონკურსო ფილმები, რომელიც გადიოდა, უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში რაღაც დიდ ინტერესს არაპროფესიონალებისთვის ნამდვილად არ იმსახურებდნენ და ბუნებრივია, რომ დარბაზი იყო ცარიელი. საერთოდ მე ვურჩევდი ამ ფესტივალს მომავალში, რომ ნაკლებად ექსპერიმენტულ კინოზე ნაკლები ყურადღება გაამახვილოს, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ ამისათვის მსად არ ვართ, უბრალოდ ჩვენი პუბლიკა არ არის ამისთვის მსად და უფრო სამაყურებლო ფილმები იყოს კონკურსში. შეიძლება მხატვრულად ბევრად უფრო ნაკლებად საინტერესო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონკურსი გავდეს კონკურსი, იმიტომ რომ 10 ფილმიდან უმრავლესობის შედარება ერთმანეთთან შეუძლებელი იყო. გაგა ჩხეიძე და მისი გუნდი ამას რო ახერხებს, რომ ფესტივალს აკეთებს ამ ვითარებაში, ну ამას მადლობის და რა ვიცი, მხოლოდ მისალმების მეტი არაფერი არ შეიძლება რომ თქვა რა, იმიტომ რომ მართლა გმირულ საქმეს აკეთებენ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი მომეცა შეეძლება რომ აქაც გავიმარჯვო და აქ აღმოჩნდა რომ აი ხალხი რამდენად დაინტერესებულია, როგორ უყვართ ხალხს კინო. გალერეა უნივერსში დათო ტაბატაძის გამოფენა მოეწყო. ჩვენ ვართ მოწმენი გამოფენა სიურპრიზის, ასე ვთქვათ. თბილისელებისთვისაც ეს დიდი სიურპრიზია, იმიტომ რომ დათო ტაბატაძეს ბევრი იცნობს როგორც არაჩვეულებრივ პედაგოგს, არაჩვეულებრივ მოქანდაკეს, მაგრამ აი ასე სრულფასოვნად მისი ნამუშევრების გამოფენა ეს პირველია და ძალიან მიხარია, რომ გალერეა უნივერსმა შეძლო ეს გაეკეთებია. ძირითადი იდეა ახლა ამ გამოფენის იყო აი მექანიკური ქანდაკებების დაანჩენი გრაფიკა და ასე შემდეგ ეს თან დაერთო მე ამ 11 ნამუშევარს ქანდაკების ძველებური მექანიკური დანადგარების მექანიზმების იდეა არის კონკრეტულად შემდეგ გაკეთებული რაღაც გარკვეული თემატიკით შერეულ მასალაში აი მცირე ფორმის ქანდაკებისა და მექანიკური თქვა დეტალების მოძრაობისა და სტატიური ქანდაკებების თქვა სინთეზი. განურჩევლად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ დათოს, წარმოადგინა ბრწყინვალე გრაფიკული ნაწარმოები, აი მე ფერწერალი ვარ და როგორც ფერწერაში თქვენ კოლორიტი, აი საერთო სიტუაცია კოლორიტის შექმნა ეს ძალიან დასაფასებელი, რატო იცი ძალიან ბევრი მხატვრები არიან. ოღონდაც გამოფენა მოაწყო და ყველაფერს გამოკიდებენ. ამ კაცმა იმდენად აი სკრუპულოზური სიზუსტით და თავისი ესეთი დიდი ფანტაზიით, ხო, შექმნა რაღაცა საერთო სამყარო, რაც იშვიათია ხოლმე ძალიან ბევრ გამოფენებზე. ეს იყო ჩვენ საინფორმაციო ბანკში არსებული ბოლო ინფორმაცია. მე შეგახსენებთ, რომ საღამოს 7 საათიდან ყოველ საათში ერთხელ თქვენ შეგიძლიათ შოუ-ბიზნესურ სიახლეებს გაეცნოთ პროგრამაში ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. მე რა თქმა უნდა ხვალ დილამდე 2 ლამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. კარგად.